მე-17-18 საუკუნის ერეკლე ბატონის სასახლეს პირვანდელი სახე უბრუნდება. ახლა კომპლექსში ბოლო დეტალებზე მუშაობენ. ხვალ ხუროთ მოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეაბილიტირებული ძეგლი ოფიციალურად გაიხსნება. მისი სრულად აღდგენა 2 მილიონი ლარი დაჯდა. მეფეთა რეზიდენცია, სადაც ერეკლე მეორემ თითქმის მთელი ცხოვრება გაატარა, გახსნამდე ერთი დღით ადრე ნუცა ტრაპაიძემ მოინახულა. ეს გახლავთ ოთახი, სადაც დაიბადა მეფე ერეკლე, მან ამ ოთახში გაატარა თავისი ცხოვრების ბოლო წლები და ამ ოთახშივე გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ შენობას გაუკეთდა რეაბილიტაცია, თქვენ ხედავს ჭერს, რომელიც პირვანდელ მდგომარეობაშია, ეს დარჩა იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა შენობის ავთენტურობა. ოთახი, სადაც ერეკლე მეორემ სიცოცხლის ბოლო წუთები გაატარა, ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც მე-17 საუკუნის დასაწყისში. არჩილის მეფობისას აშენებულ სასახლეს განსაკუთრებულ სილამაზეს ვიტრაჟული სარკმლების ძენს. ბატონის ციხეში ახლა სულ ბოლო დეტალებზე მიდის მუშაობა, როგორც რესტავრატორები გვეუბნებიან, სასახლე ზუსტად ისეთია, როგორც მაშინ, როდესაც აქ ერეკლე მეფე დააბიჯებდა. ბატონის ციხეს საერო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლს უწოდებენ. მისი სრულად აღდგენა 2 მილიონი ლარი დაჯდა. ისტორიკოსებმა და რესტავრატორებმა, ასევე ციხე-მუზეუმის თანამშრომლებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა სასახლეს პირვანდელი სახე დაბრუნებოდა. სასახლეს რამოდენიმეჯერ შეუტარდა რეაბილიტაცია, მაგრამ ეს რეაბილიტაცია გამორჩეულია ყველა პირვანდელისგან, რადგან მას დაუბრუნდა ავთენტურობა. მიმდინარეობის პროცესში შესრულდა როგორც რიგელების, ასევე კოლონების რეაბილიტაცია, ასევე მოხდა ვიტრაჟების ცვლილება და სახურავის სრულად რეაბილიტაცია. ისინი, ვინც სასახლეს კარგად იცნობენ, გვარწმუნებენ, რომ აქ ყველა კედელს, ფანჯარას, სახურავს, სვეტსა და იატაკს წარსული ელფერი დაჰკრავს. მეფეთა რეზიდენციის და მათი ისტორიის გაცნობას მალე ყველა შეძლებს. ძალიან ბევრჯერ განიცადა სახეცვლილება. პირველი სახე ზუსტად აი ასეთი იყო, ვინაიდან ეს არის აღმოსავლური არქიტექტურა, რომელიც მაშინ ძალიან იყო გავრცელებული მთელ ამიერკავკასიაში და რა თქმა უნდა საქართველოსაც იყო ეს გავლენა, ირანული გავლენა მაშინ და არქიტექტურაშიც ეთყობოდა ეს ყველაფერი. მომავალ წელს ერეკლე ბატონის კომპლექს ახალი მუზეუმით შეემატება. მშენებლობა გალავნის მეორე მხარეს უკვე დაწყებულია. ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმედი აქვთ, რომ ეს ადგილი მალე თელავის სავიზიტო ბარათი გახდება. შენდება თანამედროვე ევროპული ტიპის მუზეუმი, რომელიც იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული მუზეუმი საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ აღნიშნული მუზეუმის დასრულების შემდეგ ეს იქნება ის ადგილი, რომლისთვისაც ადამიანი ჩამოვა საქართველოში. ბატონის სასახლის გარდა იგეგმება კომპლექსის სხვა ნაწილების, მათ შორის უძველესი ეკლესიების, გალავნისა და აბანოს რეაბილიტაცია. მანამდე მნახველებს განახლებული უძველესი იერსახე შენარჩუნებული მეფეთა სასახლე ელოდება.